იცი წარმატებული ტრეიდერი რო იყო რა უნდა გააკეთო? ერთი სიტყვით და მარტივად რო გითხრა, როცა ჩარტი გეუბნება ერთ რაღაცას და შენი სტრატეგია მეორე რაღაცას, აი ეგ დღეები არის შენთვის უმნიშვნელოვანესი დღე ტრეიდინგში განსავითარებლად და სასწავლად ახალი რაღაცეების. და რას გულისხმობ ახლა ამაში? მარკეტს ყოველთვის სტრატეგიულად არ უნდა მივუდგეთ და არ უნდა ვეძებოთ ჩვენი სეტაპი. ხანდახან არის მომენტები, როცა ჩვენი სტრატეგია არ მუშაობს და საბოლოო ჯამში ეგეც ჩვენი ბრალია, იმიტომ რომ მარკეტს არ უსმენთ და არ უყურებთ. არ გვინდა წავიგითხოთ, რას გვეუბნება. დღევანდელი დღის მაგალითზე რო ავიღოთ, აქ 4 საათიანზე რო შევხედოთ, იდეალურად ჩანს წინა ჰაების სვიპი, სტრუქტურის სრულება გვაქვს 4 საათზე და აქედან გქონდა კარგი რეაქცია დაბლა მხარეს. და ნიუ-იორკი სანამ გაიხსნებოდა, მარკეტზე 30 წუთით ადრე რო დავჯექი, დავინახე პირველ რიგში ესეთი რაღაცა, რომ low-ზე ჰქონდა S&P, რაც ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ მარკეტი იყო ბულიში, მით უმეტეს uptrend-ში ვართ. მაგას პლუს 15 წუთიანზე რო გადავიდეთ, აქ ხედავთ ესეთ რაღაცას, რომ კონსოლიდაციაში იყო აზია, манипуляცია გაუკეთეთ დაბლა მხარეს ლონდონმა და დისტრიბუციით წავიდა გავუშვა მარკეტი მაღლა მხარეს. ზოგადად ესე რო ხდება ხოლმე და ლონდონივე აკეთებს დისტრიბუციას, დისტრიბუციის პროცესს აგრძელებს ხოლმე ნიუ-იორკის სესია რო გაიხსნება რა. და დღესაც მაგას ველოდებოდით, აგერ ქონდა 15 წუთიანი ბრეიქერი, დისკაუნტის ზონაშიც ჩამოაგდო მარკეტი და აქედან ვაპირებდი ლონგს. მთავარი მიზეზი ახლა რა იყო, რატო აღარ შევედი ლონგში. 4 საათიანზე რო დავაკვირდეთ, ისე 4 საათიანზე დავინახავთ ესეთ რაღაცას, რომ მარკეტს საკმაოდ კარგი რეაქცია ჰქონდა order block-ზე შეხებისას, პლუს fear value gap-ში დარეჯექტა და დაგვიინვერჟენა fear value gap-ი, წინა fear value gap-ი, საიდანაც კარგი რეაქცია ჰქონდა მაღლა მხარეს. ეხლა ნახე ამ დროს რა შვებით რა. კი მარკეტი გვეუბნება, რომ აქ ეხა მოძებნე ბულის სეტაპი რა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ემთხვევა სტრუქტურულად, სტრატეგიულად. რაც უნდა გამოიყენო და შესაბამისად ფული გააკეთო ამაგაზე, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში სტრატეგია სხვა რაღაცას გვეუბნებოდა და მარკეტი სხვა რაღაცას. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი ესეთ დღეებში არის ის, რომ უბრალოდ არაფერი არ გააკეთო და ისწავლო მარკეტი უკეთესად. 1 წუთიანზე რო გადავიდეთ აქ, liquidity ქონდა გასუპული, 15 წუთიანზე საკმაოდ ძლიერად ჩამოვიდა დაბლა მხარეს და სტრუქტურა შეიცვალა, ინვერჟენის დაგვიტოვა აქ. მაგას პლუს 4 საათიანი სანთელი საკმაოდ ბერიშად დაკეტა და აი 1 წუთიანზე რო გადავიდეთ, აქ გვექნებოდა კარგი სეტაპი, სადაც შეგვიძლია შორტში შესვლა რა. უბრალოდ ესე დღეს, როცა არ იცი რა უნდა გააკეთო, ან იცი და უბრალოდ მარკეტში არ ხარ იმ დღეს დარწმუნებული, ხო? მაგითო ზედმეტად აღარ უნდა დააჭირო იქ ბაის და სელის ხილაკს რა. მოკლედ ტრეიდსო დავუბრუნდეთ, აქ ქონდა საკმაოდ კარგი სეტაპი რა სატრეიდო შორტის ვარიანტში. სტრუქტურა შეიცვალა, liquidity გასუპა, ბრეიქერი დატოვა, მე ავიდა აქ ბრეიქერში შეეხო და ბრეიქერიდან კარგი რეაქცია ჰქონდა დაბლა მხარეს. მით უმეტეს რო უყურეთ, რომ 15 წუთიანმა დაგვიინვერჟენა გეპები რაც ჰქონდა აქ, მოკლედ ნიუ-იორკის გახსნის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო არ ჰქონდა დატოვებული გეპი, პირველი გეპი რა, რასაც საკმაოდ დიდი ძალა აქვს ხოლმე ზოგადად მარკეტს. აქ ხედავთ ესეთ რაღაცას, რომ პატარა გეპი დატოვა, პირველი, საიდანაც რამდენიმეჯერ ჰქონდა rejection-ი, ჩამოაგდო ფასი დაბლა მხარეს და უკან რო დაბრუნდა ფასი, გაშვიპა წინამდებარე high რაც ჰქონდა აქ liquidity აიღო, გეპშიც დარეჯექტა და S&P იყო მარკეტზე რა. აქედან უკვე იდეაში კაი შორტი გამოვიდო და სტოპი წინა ჰაიზე. თარგეტად 79% დისკაუნტის ზონა და ნუ აგერ liquidity-ც უწევდა რა. და მეორე ვარიანტი უკვე 10 საათიანი манипуляცია, PO3-ის ვარიანტი გამოვიდა აქ რა. ანუ 4 საათიანი სანთელი გაიხსნა თუ არა, აიღო წინა 4 საათიანი slow-ები, აქ პატარა S&P დაგვიტოვა. აქედან მერე ინვერჟენი ქონდა და ინვერჟენიდან საკმაოდ კარგი რეაქცია ქონდა მაღლა მხარეს და თარგეტი იყო ისევ ეს fear value gap. ეს იყო იდეაში დღესაც შეიძლებოდა გამოსულიყო და მაგაზე მეტი რაც შეიძლება რომ გააკეთებინა, იქნებოდა ის, რომ დამჯდარიყავი და უბრალოდ გესწავლა მარკეტი უკეთესად ვიდრე გეტრეიდა რა. ესეთ დღეებში ტრეიდს ჯობია დრო დავუთმოთ ჩვენი სტრატეგიის გაუმჯობესებას, მარკეტის უკეთესად დანახვას. და რაც მთავარია, ის უნდა შევძლოთ, რომ მარკეტზე როგორმე ერთი დღე ისე გავატაროთ, კვირაში იმ 5 სატრეიდო დღიდან, რომ sales ან buys ღილაკს არ დავაჭიროთ. აი ეგ რო გამოგიმუშავდება უკვე, მერე ყველაფერი ძალიან მარტივად მოვა ტრეიდინგში. თუ გინდა ტრეიდინგის შესწავლა ნოლიდან და პროფესიონალურად, რაც თავარია, შემოდით ჩემთან Discord-ზე და იქ გასწავლი ყველაფერს დეტალურად.